საზოგადოების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოში პოლიტიკური და სიმბოლური ქვეტექსტები ამოიკითხა. მხატვარი გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის უძლიერესი პოლიტიკური მესიჯი, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილმა შემთხვევით არ გადაწყვიტა, რომ ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრის ფონზე, მატარებლის ფონზე უნდა გამოექვეყნებინა ეს ფოტო. გია ბუღაძე პირდაპირ ამბობს, რომ ამით სალომე ზურაბიშვილი პასუხობს საქართველოს მთავრობის მაღალ ჩინოსნებს, რომლებიც ევროპაში ჩარტერული რეისებით დადიან, დაფრინავენ ისე, რომ ისინი იყენებენ ბიუჯეტის ფულს ამ ყველაფრისთვის. სალომე ზურაბიშვილი კი ევროპის დედაქალაქებში მატარებლით გადაადგილდება და სწორედ ეს არის განსხვავება პრეზიდენტსა და იგივე ირაკლი ღარიბაშვილს ან კახა კალაძეს შორის. პირდაპირ ამბობს მხატვარი გია ბუღაძე, რომ ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარი სახსრებით განახორციელებს ვიზიტებს ევროპაში, ამ ფოტოთი პირდაპირ ეუბნება ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებს, რომ მათი ქმედებები არის დანაშაულებრივი. პოლიტიკოსის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტია ყველა მოქმედება გინდა არ გინდა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და მას სწორედ აირჩია კონკრეტულად ეს გენიალური ნამუშევარი მატარებელი ფიროსმანის, რომელიც მას ნიშნავს, რომ იგი მოგზაურობს, მოძრაობს თავისი საშუალებებით, სწორედ ფიროსმანების ღატაკად და ღარიბად. პოლიტიკური მესეჯი იმდენ ძლიერია და იმდენ ზუსტია ამ შემთხვევაში და ყურჩახ სალომეს, რომ ესეთი ზუსტი მესეჯის გაგზავნა შეძლო და აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი უარყოფს ანგარიშს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, ესეც მგონია რომ გარკვეულწილად დადგმულია. ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც ქვია რა თქმა უნდა, ბიძინა გრიგორიჩი. ასე რომ ეს ტრაიკომედია მე მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ მაყენებს კარგ ხასიათს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ძალიან პრინციპული ხასიათი აქვს სალომე ზურაბიშვილს და მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას დაიწყო თუ არა ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები. ზურაბიშვილი სავარაუდოდ ახლა საკუთარ გეგმებს განახორციელებს, ის ეწევა ევროპის ყველა მნიშვნელოვანი ქვეყნის დედაქალაქს და ისაუბრებს საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მომავალზე. იმპიჩმენტის მუქარა მასზე არ მოქმედებს, ეს არის ფაქტი, ნათელი. ამ მუქარამ ვერ გაჭრა ფაქტიურად, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამოცანა არის, რომ ახლა შეეჩერებინა როგორმე პრეზიდენტი, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირეებია საქართველოსთვის და ჩვენ ხედავთ, რომ პრეზიდენტს ვერ აჩერებს ქართული ოცნების იმპიჩმენტის მუქარა. ამიტომ ფაქტია, რომ მათი ეს სტრატეგია ახლა ჩავარდნილია. პრეზიდენტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას და ეს არის მხოლოდ მისასალმებელი. მე მომწონს მისი აქტიურობა ამ მიმართულებით ძალიან. მიუხედავად იმპიჩმენტის მუქარისა, სალომე ზურაბიშვილი ფაქტია, რომ განაგრძობს თავის ევროპულ ვიზიტებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ის საერთოდ არ უსმენს ქართულ ოცნებას და იცის ალბათ, რასაც აკეთებს. ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებით ნაცვლად შოპინგებზე სიარულისა სამთავრობო თვითმფრინავით და დასასვენებლად წასვლისა უნდა დამწყრიბდნენ ესენის და იარონ ევროპაში, იარონ ევროპელ ლიდერებთან და დაარწმუნონ თუ რატომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იმუშაონ მათთან ერთად, რომ რაც შეიძლება მალე შეასრულონ ის 12 პუნქტიანი დავალება, რომლიდანაც მხოლოდ აქვს 3 შესრულებული. ხალბატონი სალომე ელოდება იმას, რომ მოგცემენ კანდიდატის სტატუსს და უნდა რომ ეს გამარჯვება რაღაცნაირად თავის თავზეც მიიწეროს და საბოლოო ჯამში ამიტომ ახორციელებს ამ ვიზიტებს, რომელსაც ხალხი რაღაცნაირად უთვლის ურჩობად, მაგრამ ურჩობა იქნებოდა მართლა რომ ბიძინა ივანიშვილს ეურჩებოდეს, რასაც დღეს არ აკეთებს. საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე სალომე ზურაბიშვილი კვლავ გაემგზავრა ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ზურაბიშვილი ჩავიდა შვეიცარიაში და სწორედ იქ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე. ამ ყველაფრის პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ვიზიტების დროს და ამჯერადაც არღვევს თუ არა ის საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლს.